ამიტომ ამბობ, რომ შევარდნაძის სისტემაში გამოსდილი პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიები და ლიდერები იქნებიან პატარა შევარდნაძეები ყოველთვის. კი ბატონო. ქართველი ხალხი მას და მიხეილ სააკაშვილის აი ასე გაატყავებს და აი ასე ჩამოკიდებს რუსთავეთზე. აი In the Roses Revolution Georgia, roses are wilting. We demand from Washington. Down we dictate. Down we dictate. Down we dictate. რა გაჩუქათ ივანიშვილმა? რა გაჩუქათ გარდა წართმევისა, გარდა მოტყუების, გარდა გადაგდების დღეს შეაჯამეს კომპანიების მოგებადობა პირველ კვარტალში. და მოგებული კომპანიები გამოვიდა ვინ? რომელიც ივანიშვილის საკუთრებაა. ერთადერთი პოზიტივი რაც შეიძლება მისი მუშაობის პერიოდს მივაწეროთ, ეს გახავთ ქაბატონ ელისო ჩაბიძის გათხოვება, რასაც მე მივესალმებ და ულოცავ. ჩვენი თვითმიზანი პარლამენტში ყოფნა კი არ არის. ჩვენი მიზანია პარლამენტში რომ შევალთ კანონი მივიღოთ ხალხო. პირველივე სხდომაზე კანონს მივიღებთ და ნატოს შესვლაზე უარს განვაცხადებთ. რუსეთი იმ წუთში დაждდება ჩვენთან სალაპარაკო და იმ წუთში დაიწყება აფხაზეთის და ცხინვალის დაბრუნების პროცესი. დამიჯერეთ, არც რუსეთს არ უნდა მათი დამოუკიდებლობა. იმ ნატოს გამოა ყავს დაჭერილი ესენი. Одну минутку. Ребята, одну минутку. Я кандидат в президенты Грузии Шалва Нателашвили. Можете взять мои координаты, если не верите. Я уже поговорил с вашим руководством. Я благодарю их, они правильно поняли, что я им сказал. Одну минутку. ჩემი მთავარი შეცდომა იყო გადაჭარბებულად გადიდებული წარმოდგენა საკუთარ ხალხზე და საკუთარ თავზეც. ბრუნდებით მეორე ბლოკში ჩვენი სტუმარი პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილია. ბატონ შალვა, მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანდით ჩვენთან სტუდიაში. გამარჯვებას და მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. აი ეს ბოლო კადრები, როცა რუს ჯარისკაცებს ველაპარაკები მე, ეს უკვე ხდება მათ კონტროლირებად სივრცეზე ჩვენ ტერიტორიაზე, მაგრამ ისინი რო აკონტროლებენ, იქით ვარ გადასული. მანამდე მათ სარდლობასთან ვიყავი. ამას ვეუბნები იმათ ზუსტად იმ ჯარისკაცებს, რომ შეწყვეტთ მეთქი ამის ჩადება, მაინც აღება მოგიწევთ, ტყულად ხარჯებს ეწევით და ეს გზა არ მიგვიყვანს ტაძართან და ეს იგივე სიტყვები და კიდე სხვა რაღაცები, მაგათ ოფიცრებს ვუთხარი, მანამდე იქ ტელევიზიები არ მოუშვეს. იქით გადავედით, სხვათა შორის მე, ჩემი აქტივისტები თემურ ციკლაური, კობა არაბული და ძალიან ვაჟკაცი, კაცი პოლიციის მუშაკი სამხარეო სამმართველოდან გვარი აღარ მახსოვს, გავიგებ და ვიტყვი აუცილებლად ტელევიზიით, მაგრამ მათი უკან გადასვლა მოითხოვეს რუსებმა მერე. და მე ვთხოვე, პირადად მე ვთხოვე, რომ გადაეთმოთ කියලා ხასიათი. ბატონ შალვა, თქვენთან საუბარი. შესაბამისად, ხო ხედავთ, მართლაც მოუწიათ აღება მამღობის და დღეს უკვე ყოველ შემთხვევაში გარკვეულწილად ეს სამუშაოები შეჩერებულია, მაგრამ ეს გლობალური გადაწყვეტა არ არის საკითხის. საკითხი გადაწყდება კრემლში, კრემლთან მოლაპარაკებებზე. ბატონ შალვა, ეს აქტუალური საკითხია და კიდევ ერთი აქტუალური საკითხით მინდა დავიწყოთ საუბარი. ჩვენ გუშინ გავიგეთ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეგრეთ წოდებული ჯიჰადის ვიდეოების დამამზადებელი და ამტვირთავი, ვინმე სამარჩო კუტაევი იპოვეს და მას წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს და როგორც გაირკვა ამის შესახებ არ იცოდა თავდაცვის მინისტრმა, რომელსაც უშუალოდ ეხება ეს საკითხი. თქვენი აზრით, რაზე მიუთითებს ეს ფაქტი, როდესაც მთავრობაში ესეთი კოორდინირების პრობლემაა? ეს არ არის რაიმე ნოვაცია და სიახლე. ბიძინამ შეყარა ეს ამჯერად უკვე დამსხვრეული ოცნების მონაწილენი იმის მიუხედავად, ვის რა პოლიტიკური ორიენტაცია ჰქონდა. ორი ირაკლის დაპირისპირებაზე საუბარია, ნალასანიას და ღარიბაშვილის გულისხმობ. ორი ირაკლის დაპირისპირებაზე არის აქ საუბარი. აქ საუბარია, რომ ყველა იქ შესული ამხანაგი თუ მეგობარი თუ ბატონი თუ ქალბატონი თავის დუდუგზე უკრავს მოკლედ. ზოგი ამერიკის სიმძღერის, ზოგი რუსეთის, ზოგი ევროკავშირის სიხარულის ოდას, რა ვიცი, ზოგი კიდე საკუთარი ოჯახისა და საკუთარი ბიზნესის. ამდენად ეს არის შეუთავსებელთა შეთავსების მცდელობა, რაც აუცილებლად კრახი დამთავრდება და ესეთი წინააღმდეგობები, არაკოორდინირებული მუშაობა, იმა რო იცის და მან არ იცის და ეს რო არ ეუბნება იმას და ეს იმას კიდე რო იქარნი აქვს ამბავი, აუცილებლად იქნება და მე დარწმუნებულად. კრახში რას გულისხმობთ? თქვენი აზრით კოალიცია დაიშლება? აუცილებლად დაიშლება. ახლა კოალიციის ლიდერი შემოდნებს კრავს და გარბის. ჯერ როდესაც ლიდერები თავზე აღგანა. არსად მივდივაროთ თავად ამბობს იქვე ახლოს ვიქნები სამოქალაქო საზოგადოება. არა, ნუ ეხლა ეს ზღაპრები შეუძლია. თუმცა გავლენის შენარჩუნებას აპირებს როგორც. არა, ეს არ გამოვა საქართველოში. მან უკვე კრახი განიცადა პოლიტიკურ საქმიანობაში. ერმა და ჩვენმა ძალიან ბრძენმა, თბილმა, მინდობმა, ხალხმა ანდო მას ქვეყნის ბედი. მან ეს ნდობა გაამართლა იმით, რომ ხელისუფლებაში მოიყვანა 0%-იანი პარტიები.
სრულად უავტორიტეტო, სრულად ურეიტინგო, გაამილიონერა, ჩააბარა ქვეყნის მართვის სადავეები და ხალხისთვის მიცემული არც ერთი დაპირება სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური, დემოკრატიული, სამართლებრივი არ შეასრულა. ხალხზე ხო არ ხართ ნაწყენი, როცა ამბობთ ესეც თბილი, ბრძენი ხალხი, რომელმაც ეს არჩევანი არა, ჩვენი ხალხი რო ძალიან საყვარელია და ძალიან საოცარი მოვლენაა და მართლა ღვთისმადლით გასხეოცნებულები არიან, მიუთითებს. ჩვენ ჩანაწერშიც მოვისმინეთ თქვენ თქვით, რომ ჩემი შეცდომა იყო გადაჭარბებული წარმოდგენა ქართულ ხალხს. არა, მე სხვა რამეს ვამბობ. ჩვენი ხალხი არის მართლა ძალიან მადლმოსილი ხალხი და მე იმით მიდგა სული თორე ახლა იგივე დღეს თქვენი გადამღები ჯგუფი დამყვებოდა და დაუღალე ხალხი 15 სოფელი მოვიდა და დაახლოებით 25 მიტინგი მქონდა. აი სანამ თქვენთან მოვიდოდა. ახლა ეს ენერგია რო არ იყოს ჩვენი ხალხი ნათელი აურით გარემოსილი, შეუძლებელია რომ მიიღო აღივსო და აი ესეთი ჩვით ბატონშალო ენერგიას. არა, ორმხრივი ეს ენერგია ხო იცით ორმხრივი მდინარებაა და ერთად რო ერთება მერე შედეგი. შესაბამისად ახლა ჩვენს ხალხზე თუ კი რამე მქონდა ჩემს საყვარელ ხალხზე პრეტენზია, მე ყოველთვის პირში ვეუბნებოდი. ერთხელ მაინც მენდეთ, ესეც იყო თქვენი სლოგანი. იგივე სლოგანი მაქვს. აბა ახლა ვის უნდაენ დონა ერთი მითხარით რა. ზოგი პრეზიდენტი იყო, ზოგი პარლამენტის თავმჯდომარე გახლა, ზოგი მინისტრი იყო, ზოგი მართვა ბლოკში იყო, ზოგი ხელისუფალი იყო, მე უკან გამოიქცა, ახლა მესამე 4 წრეზე უნდა წასვლა. აი გადახედეთ. 2007 წელს თქვენ რომ კოალიციიდან წამოხვედით, მე თქვით რომ ერთადერთი საკუთარ თავს ენდობით პრეზიდენტის პოსტზე. თქვენი აზრით უფრო კარგი იდეა ხო არ იქნებოდა კოალიციაში რომ ყოფილიყავით რომელიმეში და მეტი პოლიტიკური ძალა ქონოდათ. ჯერჯერობით არ გენდნენ ქართველი ამომრჩევლები. რომელი კოალიციიდან წამოვისალმა? ნუ 2007 წელს გულისხმობ გაერთიანებულ ოპოზიციას. ლეიბორისტული პარტია, ჩემო ძვირფასებო, ერთადერთი პოლიტიკური ძალა საქართველოს 20 წლიან ისტორიაში, რომელიც არასოდეს არ შესულა კოალიციებში. გაერთიანებულ ოპოზიციაში. არა, ის იყო საორგანიზაციო კომიტეტი მიტინგები რო წარგვემართა. ის მიტინგები მე როგორ წავიდა და როგორ დავარბიე და კარგი იდეა რომ ყოფილიყავით მაგას გეკითხებით იმ შემთხვევაში როდესაც თქვენ მაგალითად წინა არჩევნებზე ბარიერი ვერ გადაალახეთ. ახლა ის რისი იმედი? ბარიერი კი ვერ გადაალახეთ. არ გადაგვალახიეს ბარიერი და ამის თაობაზე ევროპის სასამართლოებაც კი ვერდიქტი გამოიტანა რომ არჩევნების მსხვერპლია ეს პარტია ერთადერთი პარტია რომელი ვერდიქტი? 2008 წლის ივლისში. ვერდიქტი რომლის თანახმადაც ჩვენ გამოცხადეთ არჩევნების მსხვერპლად და მათი საარჩევნო ოქმები გამოცხადდა ყალბად, მაგრამ რაღაც გინდა პარლამენტი უკვე შეკრებილი იყო. ამ შემთხვევაში მე ბოლო არჩევნებში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გულისხმობ, როცა თქვენ ბარიერი ვერ ოქტომბრის არჩევნები წავაგეთ, კაცო. ოქტომბრის არჩევნები მართლა წავაგეთ, ეს იყო ერთადერთი და იმედი უკანასკნელი არჩევნები, რომელიც მე როგორც პოლიტიკოსმა წავაგე, ხალხი მართლაც ახლა რა გაძლევთ იმედს? ეხლაც თქვენი რეიტინგი საკმაოდ დაბალია, რა შეიცვლება არჩევნებამდე? რას პირდებით ისეთ ამომრჩეველს, რომ რადიკალური რეიტინგია მაღალი ერთი მითხარით რა. ამ შედარებით მაღალი. ვისი რეიტინგია მაღალი? მაგალითად ბატონი გიორგი მარგველაშვილი მისლებს წინ? მაშინ საქართველოს დაუმთავრებია თავის არსებობა, თუ კაც რომელიც ტყემაძეზე და ბათშამს რეიტინგი აქვს. ასეთ რამ არ არსებობს, თქვენ შემოგიძლია რა თავს იტყვევთ. ეხლა თუ თქვენ ენდიას კორუმპირებული ნავაროსი გჯერათ და იმ ბიგოვასი და აი დღეს გრინბერგი რო გამოვიდა, გრინბერგი ურცხვი, რომელიც სააკაშვილის წაგების წინ უწევდა 70%-ს. აი ამათი თქვენი აზრით ბიძინა ივანიშვილმა ასეთი პოლიტიკური ფიგურა რატო აირჩია, როგორც არის ბატონი გიორგი მარგველაშვილი? ივანიშვილმა იფიქრა, რომ ქართველი ხალხი არის ცხვარი, მის ნათქვამზე აირჩევს თუნდაც აი ამ ბატონ მარგველაშვილს და შემდეგ ეს ბატონი მარგველაშვილი იქნება ხელის ბიჭად მის სამეფო კარზე. ხა ეს მარტივი გათვლა აქვს, ანუ ვერანაირი ამბიცია, ვერანაირი პიროვნულობა. თვითონ ვამბობ, ხო პლასტენელი ვარ, როგორი ფორმაც საჭიროა იმისთანაც მივიღებო. თვითონ აქ ნათქვამი ამ ბატონს, ვერაფერი ვერ შეატყო, რომელიც საფრთხე შეუქმნიდა მის მაღალ, ასე ვთქვათ, მესიანურ ავტორიტეტს და მოარჩია ყველაზე გულისხმობთ, რომ გავლენის შენარჩუნება უნდა მასე, იმიტომ არჩია შედარებით. რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, ეს კანდიდატურა ივანიშვილმა თავის პარტიასაც არ შეუთანხმა, თორემ იქ ეთყოდნენ. რომ მარგველაშვილის კანდიდატურა არის ყოველდღე წამგებიანი, მაგას ამ წუთში აქვს წაგებული არჩევნები. აი ამ კაცის გაყვანა შეიძლება ან რევოლუციით, თქვენ ასეთ მეორე ტურის შესაძლებლობა ან რევოლუციით, ან ომით. სხვა გზით მარგველაშვილი ვერ გავა. მეორე ტური იქნება თუ ფიქრობთ, რომ სხვამ შეიძლება გაიმარჯოს? პირველ ტურშივე ვიმარჯვებ მე, თქვენმა გადაღებებმა ჯგუფ არ ნახა დღეს ხალხი. თქვენ ამის ქრისტიანი გინდა, მუსულმანი გინდა, ქართველი გინდა, სომეხი გინდა, აზერბაიჯანელი გინდა, ერთსულოვანი. ისე რაზე დაყრდნობით ამბობთ ამას, გარდა იმისა, რომ ამ ადამიანებს ხვდებით კამპანიის დროს, მხოლოდ მცირე ნაწილს ამომრჩევლები. რა მცირე ნაწილს, სალომე, რას მელაპარაკებით? 250 სოფელი მოვიარე უკვე, თიანი აჭარიდან დავიწყე, გურიაში გავაგრძელე, სამეგრელოში გადავედი, იმერეთი მოვიარე, ქართლი მოვიარე, სამცხე-ჯავახეთი მოვიარე და ყველგან არის ერთი და იგივე, ერთსულოვანი მხარდაჭერა, 70%-იანი მხარდაჭერა. და თუ თქვენ ან ვინმე ამაში ეჭვებარება,
როგორც კი არჩევნების ამას არჩევნებზე ვნახავთ ბატონო. ერთი წუთი, როგორც რა უნდა ვნახოთ? არჩევნები შეიძლება ვნახოთ მხოლოდ ჩემი გამარჯვება. ყველა სხვა შედეგი იქნება გაყალბება არჩევნების და მე დაუძახებ ამ ხალხს რუსთაველზე და დაინტერესებული პირები დაითვლით, რამდენი 100,000 კაცი მოვა იქ და არ უსურვებ არავის მე თქვენ თუ ვერ გაიმარჯვეთ, არ აღიარებთ არჩევნების შედეგებს. რა უნდა ვაღიარო დღეს მე მაქვს მარტო რეიტინგი. კონკურენტი სამწუხაროდ არავინ არ მყავს. ვინ არის ჩემი კონკურენტი? ერთი მითხარი მარგულაშვილის გიპასუხე, ყვაბა მითხარი, კიდე მე გაინტერესებს. შემდგომ რეიტინგებში ბატონი დავით ბაქრაძე მოდის, ასევე ქალბატონი ნინო ბურჯანა. სიცოცხლე რა, რის ბაქრაძე? რა ბაქრაძეზე სობარი ჩანგლით დახვდით რუსებს რომ მოგვიწოდებ და თორე იქ გაიქცა აზერბაიჯანში. რა სიცოცხლეა ბაქრაძეს? ერთი ამორჩეული არ აქვს, სოციალი რომელიც დადის დედამიწაზე. ეხლა ბატონო შალვა ეს თემა მე ბურჯანაძეზე მელაპარაკე და რის ბურჯანაძე? ორჯერ პრეზიდენტი იყო და ორჯერ პარლამენტის თავმჯდომარე და სააკაშვილის რევოლუციის დედა რო იყო ვარდების. ვინ არის ეს ბურჯანაძე? მასაც ყავს თავისი ამომრჩეველი. ვინ ამორჩეული ყავს? ვისაც უხდის იმ ფქვილის მოპარულ ფულს ის მიცემს ხმას იქ ოფისებში პარტიის. თქვენ კამპანიაზე რომ ვისაუბროთ, თქვენ ბევრი თეატრალიზებული ელემენტი შეგაქვთ და მე თქვენი გამოსვლები პოპულარული ხდება. თქვენი აზრით ცოტა არასერიოზულად ხო არ აღიქვამ ზოგი თქვენს გამოსვლებს ამის გამო. ნუ ეხლა რაც შორმა ხალხმა ნახა თავისი მთავრობების არასერიოზულობა და იგივე სააკაშვილის სუპერ სიცელქე და სიმსუბუქე და იგივე აი ამ ბატონი ივანიშვილის საქმის გარჩევები რა დღის მარტო ჟურნალისტებთან და ექსპერტებთან და პოლიტოლოგებთან მე რომ ამის მსგავსი რამე გამეკეთებინა ალბათ რევოლუციას მომიწყობდი და ფეხებით ამკიდებდით რუსთაველზე ჭადარზე ხო რა შეიძლება მე ახლა თქვენ გონიათ რომ ვერთობი იქ როდესაც ვატარებ აქციას თეთრსახთან ვაშინგტონში მე რო ეგ ერთი მიტინგი აჩვენეთ ჩვენ მე ჩავატარე მან ბევრი მიტინგი მე რუსთაველზე ბუშ გზა გადავუკეთე და არ გავატარე. თქვენ კონგრესმენსაც შეხვდით ცოტა ხანს. არა, როცა საჭიროა, ვერც ვერავინ ვერ მაჯობებს დიპლომატიურობაში და თქვენი არხები გაქვთ ამერიკაში. რა თქმა უნდა, ამერიკაში მყავს მე ჩემ ხარდამჭერი ჯგუფი, ძალიან ღირსეული ხალხი, ღირსეული ამერიკელები, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის წევრები, ერთი სენატორიც კი რამის ამერიკის პრეზიდენტის თვალსაზრისით. მე სენატორი ხდებიან პრეზიდენტები. ობამა იყო სენატორი, ხო? კენედი იყო სენატორი, მასაჩუსეტსიდან. ტედ კრუსთან შეხვედრაში ეს ადამიანები დაგეხმარნენ. ტედ კრუზი ივარაუდება 2016 წლის პრეზიდენტად ამერიკის შეერთებული შტატების და მაქვს ძალიან კაი ურთიერთობა ისე როგორც ვიკერთან, ისევე როგორც რიშთან და როცა საჭიროა მიტინგში ჩავატარე, როცა საჭიროა. მე ბატონ შალვა ამერიკელ კოლეგებთან, პარტნიორებთან. პირველ რიგში საუბრობ იმაზე, რომ არ შეიძლება ამერიკის რეიტინგი, დემოკრატიული ღირებულები და ფასეულობები შეეწიროს ნათელაშვილს, სააკაშვილს ან ივანიშვილს. ამერიკას არ სჭირდება აქ ვიღაცაზე ჩაციკლა და ვიღაცის ნათელმირონობა, რომ აი მაინც და მაინც ის თუ წავიდა და ხელიდან გაუშვა, ამერიკის საქმე მთავრდება. საქართველო არის დასავლეთის ქრისტიანული ცივილიზაციის ორგანული ნაწილი. აქ არ არის ჯიჰადი და ისლამური ექსტრემიზმი, რომ აი რაღაც ანტიამერიკანიზმი კბილით ეჭიროს და ერთი პატარა უყურადღებობა და ეგრევე მო ანტიამერიკული ძალა არ არსებობს ეგეთი რამე. ქრისტიანობის ცივილიზაციის დასავლური ღირებულებების საწყისი იყო საქართველო და ბიზანტია. აქედან წავიდა მე იქ დასავლეთში, აღმოსავლეთიდან წავიდა ეს ღირებულებები. ამ გაგებით შეიძლება ითქვას, რომ ისინი არიან პროკარტული ორიენტაციის და ჩვენი მოკავშირეები. ნატოში გაწევრიანებას რატომ ეწინააღმდეგებთ? თქვენ ითხოვთ, რომ საქართველოს ნეიტრალიტეტი უნდა გამოაცხადოს. რას მიიღებს ამის საქართველოს? ჩვენ პირველი რესპუბლიკა რომ გავიხსენოთ, მაშინ საქართველოს ნეიტრალიტეტი გამოაცხადა, თუმცა რითი დასრულდა? მაშინ საქართველოს ნეიტრალიტეტი გამოაცხადა და კონსტიტუცია მიიღო, როცა უკვე რუსი ჯარები იყვნენ ბორჩალოსთან. მანამდე გამოაცხადა. არა, კონსტიტუცია ძალაში შევიდა, რუსები რო შემოვიდნენ უკვე სასწრაფოდ შეიკრება ეს დამფუძნებელი კრება და უკვე დაგვიანებული ოკუპირებულმა ქვეყანამ ნეიტრალიტეტი როგორ შეიძლება გამოაცხადოს? ეხლა ნეიტრალიტეტი არ არის მარტო ეს თვითსურვილი. ნეიტრალიტეტი უნდა იქნას დადასტურებული მეზობელი დიდი სახელმწიფოების მიერ. მას ხელი უნდა მოაწეროს რუსეთმა, თურქეთმა, ამერიკამ, გაერომ, ევროკავშირმა. ეს არ არის მარტო ჩვენი აცუნდრუკებისა და სურვილის პროდუქტი, არ იქნება თუ აქამდე მივედით, მაგრამ ნეიტრალიტეტზე არ არის ახლა საუბარი. იყო პერიოდი, როცა რუსები გვეხოცებოდა ნეიტრალიტეტი გამოაცხადა და ტერიტორიები წაიღოთ. მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა ყველა გამოაცხადა სამშობლოს მოღალატეობის მის ნეიტრალიტეტს თხოვობდა. ეს იყო მაშინ, როდესაც გეტყვით, როდის იყო? ეს იყო 2002 წელი, 2001 წელი. 2004-შიც კიდევ 92 წელს შევარდნაძეს არ უთქვამს, რომ მას ნატოში გაწევრიანება სურდა. თუმცა მაინც ჩვენ ვიცით როგორ ჩვენ რომ ამბობთ, რომ ნატოში გაწევრიანება გვინდა, ხომ მივიღეთ ტანკები აგერ გორთან და ცხინვალთან და დვანთან და დიცთან, მთელი ზაფხული ეგიავა. ტანკები ბატონ შალვა მანამდე მივიღეთ, სწორედ მაგიტომ ახსენე 1992 წელს. გააჩერა ნატოს ზახილმე ეს ტანკები თუ გაამოვა. თუმცა ვერც ნატოზე რო არ საუბრობდით, ამას გაუჩერებია. კი, მაგრამ ნატოში როცა მიგვიღებენ არ შეგვიძლია მაშინ ვისაუბროთ ნატოში. თქვენი აზრით რუსეთისთვის არის თუ არა პრობლემა
სანამ ნატოში მიგვიღებენ, თავი არ უნდა შევაჭმევინოთ რუსეთს. და მზადყოფთ არ გამოთქვით არ მოვემზადეთ როგორ შეიძლება კომუნიზმი ვიტრო ახლა დადგება კომუნიზმი. ჩვენი იმპოქიდან მოვდივართ, როდესაც სულ ველოდებოდით კომუნიზმს, განვითარებული სოციალიზმს, მერე განვითარებული კაპიტალიზმს და ჩავარდით შუა საუკუნეების უკუპრეს. სოციალიზმის მომხრე თქვენს ბრძანდებით ბატონ შალვა. რა თქმა უნდა, ევროპული სოციალიზმის მომხრეობა, რა თქმა უნდა, მომხრეობა რომ ადამიანებს ჰქონდეთ ღირსეული პენსია, ღირსეული ხელფასი, სამუშაო ადგილი, უმუშევრობაზე კომპენსაცია, საიდან უნდა მოვიდეს საქართველოს ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის? საიდან მოიტანეს ამასთანავე 30 მილიონი ლაირო დაურიგეს პარლამენტარების პრემია. და საიდან მილიონზე არ არის საუბარი, გასეულობით მილიონზე. უნდა უფასო ჯანდაცვას საქართველოში დათვლილი გვაქვს. 30 მილიონი. როგორ ბატონ შალვა? უფასო ჯანდაცვას გადაუდებელ ოპერაციებს ჯვარი გვეწეროს ყველას რომ დაგჭირდეს აპენდიციდან დაწყებული ერთი ადამიანის დაცვა უნდა მილიონი ლარი წელიწადში და ეს აიღეს ქვეყნის ჭამია დეპუტატებმა ერთი თვის წინ და გუში რა მოხდა თუ და ერთ თქვენი გათვლებით ერთ ადამიანზე რამდენია გათვლილი? გუში რა მოხდა იცით? 5 მილიონი დაემატა ბიუჯეტიდან პარლამენტარებს ხელფასისათვის. ეს 5 მილიონი რომ გადაგვეგზავნა მრავალშვილიანი დედებისათვის, ორი კვირის წინ თბილისში არ მოკვდებოდა 7 შვილის დედა. არ ჩვენ ხო ერთჯერადი შემთხვევებზე არ გვაქვს ბატონ შალვა საუბარი ეს ერთჯერადი შემთხვევების სისტემად იქცა შემოსალომე. ეს სისტემაა ჯიპები, თვითმფრინავები, აუზები, ვიზიტები, პრემიები, ხელფასები, გრანტები, ეს უკვე სისტემაა და ამ სისტემას მიაქვს ის ფული, რაც ეკუთვნის გაჭირებულ ადამიანებს. რა თქმა უნდა, სოციალიზმი, რომელიც ადამიანებისკენ შეაბრუნებს ქვეყნის რესურსს, აუცილებლად გვინდა და ჩვენ ამ სოციალიზმის მომხრე ვართ. ამას არც უარყოფ, არც მე ვწვინება, პირიქით, კაცობრიობის ოცნებაა სოციალიზმი. ივანიშვილის ოცნება კი არ არის, კაცობრიობის ოცნებაა სოციალიზმი. ქრისტემ დაიწყო სოციალისტობით. ქრისტემ დაიწყო ბრძოლა მებაჟეების წინააღმდეგ. დიდი გადასახადების წინააღმდეგ. რომელ სფეროს შეუმცირებდით ბატონო შალვა დაფინანსებას თქვენ ამ თუთაცეს რომ შეგეძლოთ ან ოდეს რომელ შეუმცირებდი? ქვეყნის ჭამია დეპუტატებს, ქვეყნის ჭამია მინისტრებს, ქვეყნის ჭამია გუბერნატორებს. ეს ხო ნაწილი ალბათ ჩვენ რადგან საუბრობთ იმის. არა, მცირე ნაწილი როგორ არის? ეს არის ძალიან სერიოზული ნაწილი. უზარმაზარი თანხებია ბიუჯეტში, რომელიც მიდის უპრაგონოდ გამდიდრებულ და მართველ ელიტაზე. ის უნდა გადანაწილდეს მოსახლეობაზე და ის ბიუჯეტი, რომელიც ჩვენ ხელთ გვაქვს დღეს, სავსებით ყოფნის უფასო უმაღლეს განათლებას და უფასო ჯანდაცვას. უფასო ჯანდაცვა უკვე შესთავაზა ახალმა ხელისუფლებამ მოსახლეობას. მიდის კაცი ბრამწლავის ოპერაციას და სწორედ 3000 ლარს. კაც უჩნდება ბიჭი. ანუ არ ფინანსდება თქვენ. რა თქმა უნდა, არ ფინანსდება, ეს არის ბლეფი. კაც უჩნდება ბიჭი ან გოგო რა მიშოვება შვილია. და უნდა გადაიხადოს 1000ობით ლარი რომ გაატანოს ამ მშობიარობიდან, იმიტომ რომ არ ფინანსდება უფასო მშობიარობა ეკიმაც რა. თქვენ კონკრეტულ შემთხვევებს იცნობთ ასეც? მთელი ქვეყანა სავსეა ასეთი შემთხვევებით. ეს შემთხვევები კი არა, ეს არის პოლიტიკა და სისტემა. ეხლა მე მეც გეტყვით, ამას წინათ ვიყავი. ეხლა მე საჩხერელი უსაზღვროდ მიყვარს. ვთვლი რომ ეს არის ჯიშიანი და ნაღდი ქართველები და მათი თაყვანისმცემელი ვარ, მაგრამ საუბარია პოლიტიკაზე. სანამ ბატონი ივანიშვილი ბრძანდებოდა ჭორვილას მკვიდრი, კი ბატონო, ჩემთვის იყო გასაგები რომ თავის რაიონში გააკეთა საავადმყოფო და მარტო საჩხერელები შეიძლება მისულიყვნენ. დღეს იცით რა ხდება? მკვდარი რომ მიიტანონ ჭიათურიდან, აიღებენ საჩხერის საავადმყოფოს საჩხერეში უნდა იყოს ჩაწერილი. და ეს არის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი? თუ ჭორვილას პრემიერ-მინისტრია, გამაგებიათ. მე ვარ ბაზალეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, მარტო არა? ბაზალელი კი ვარ, მაგრამ მე ვარ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი. ის თელმა საქართველოს აირჩია პრემიერად. და თქვენ თვითონ იწვევდით მას პოლიტიკაში პრემიერად, იმიტომ ხო არ გაბრაზდით მასზე, რომ თანამებრძოლად არ აგირჩია. ეხლაც დავტოვე პრემიერად თუ შეასრულებს თავის დაპირებების 15%-ს მაინც. თუ შეასრულებს ტარიფების განახევრების დაპირებას, თუ შეასრულებს საბანკო პროცენტების დაწევის ვალდებულებას, თუ შეასრულებს ბინიდან იპოთეკარების გამოსახლების ვალდებულებას, რომელიც ძალეში დატოვა, თუ შეასრულებს იმ 1 მილიარდი სოფლის მეურნეობაში ჩადების დაპირებას, ჩადოს 9 მილიარდი კი ბატონო. პრემიერად ეხლაც დავტოვე. ჩემი სურვილი იყო მაშინაც და ეხლაც რომ მისი რესურსი მოხმარდეს ჩემს ქვეყანას. ისევ როგორც ჩემი რესურსი უნდა მოხმარდეთ თქვენ შემოგევლეთ. ჩემი სიცოცხლე თქვენია. ხომ არ განაწყენით იმის გამო რომ არ აგირჩია თანამებრძოლად? თქვენი აზრით რატომ მოხდა ასე? რის თანამებრძოლობა? რა თქმა უნდა, მე მაგის თანამებრძოლობა. მე მინდა რომ ეგ ემსახურებოდეს ერთს. მეც ვარ ერის მსახური. მე არავის თანამებრძოლე არ ვარ, გარდა ჩემი ერისა და უფლის და ღმერთის. მაგის თანამებრძოლობა რა თქმა უნდა, მე რა უნდა მოწეს მაგის თანამებრძოლობა. მე მინდა რომ მაგის რესურსი წავიდეს ჩემი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ისევე როგორც ვიმეორებ, მე მინდა რომ ჩემი სიცოცხლე, ენერგია და დარჩენილი წლები თლიანად გამოიყენოს ქვეყანამ. აი ეს არის პოლიტიკოსის ამოცანა. პოლიტიკოსი პირადი ცხოვრება არ აქვს და პირადი ინტერესი. როგორც კი გახდები შენ პრემიერი პოლიტიკოსი თუ რაც გახდები, შენ ახაც საკუთრება არ აქვს. ამიტომ ვამბობ რომ 165 მილიონ დოლარად ღირებული დორა
ნახატი პიკასოსი, რომელიც მას უკიდია სახში და არც იცის რა არის პიკასო და რა არის იმპრესიონიზმი და ექსპრესიონიზმი. კეთრინინოს გაყიდო. აშკარად აინტერესებს. არა, აინტერესებს კი, ამას ქვია, ნუ ძალიან ცუდი სახელი არ მინდა თქვა, რაიც მაგან ეხლა მაღალი მხატვრობის და მაღალი იმის. უბრალოდ ეს სხვების დასანახავა და გულის გასახეთქად აქვს, რომ არის კაი რა მაღალი დონის ფრონტს კი არა, ის ჩამოგიდა პიკასოს სურათი. რა სისულელი მე მაგალითად არ დაგიმალავ და არ მისმის პიკასოს მხატვრობა. ვერ ვიგებ ეხლა იქ ორი ნაჭერი ეგ პრემიერს ესმის. ორი ქანჩი და ის დანკრატიულ ახატე რას ნიშნავს? არ ვიცი, შეიძლება დავალ ინტელექტი. როგორი მხატვრობა გესმის, გაინტერესებთ ამ მოგწონს? მე მაინტერესებს უფრო აივაზოვსკი ეს ბუნება და პეიზაჟი. აივაზოვსკის სტილი და სხვა გიყვართ? ჰა? სხვა გიყვართ? რა თქმა უნდა, ლეონარდო და ვინჩის ძალიან თაყვანისმცემელი ვარ, ტიციანის თაყვანისმცემელი ვარ, ევროპული აღორძინების თაყვანისმცემელი ვარ ბავშვობიდან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მხატვრობის ყველა მიმართულება მესმის. ვიმეორებ, მე ვერ ვიგებ სალვადორ დალის და ვერ ვიგებ პიკასოს და მომკალით ახლა და მე ეჭობა ივანიშვილი იგებდეს ამას. ამიტომ მოგჩვენია მას, რომ გაყიდოს. თავის გემოვნება აქ ბატონო. არა, ეს გემოვნება არ არის, აქ სხვა განათლებაა საჭირო, რომელიც მას არ აქვს და არც მე არ მაქვს და რა თუნდა ეხლა ნახატი რო კიდე ჩააბაროს რომელიმე ბანკში ლონდონის ბირჟაზე, გამოიტანოს ის 165 მილიონი დოლარი ამ ჩაბარებაში ნახატისა და გადაანაწილოს გაჭირებულებზე, მშივრებზე, უბედურებზე, რომლებიც უამრავია ჩვენს ქუჩებში, ჩვენს ქალაქებში, ჩვენს გვერდით, როგორ ძინავს ღამე? როგორ ძინავს ღამე, როცა ამდენი გაუბედურებული, ეხლა მე ჩამოვიდი კაზრეთიდან. თქვენი ჯგუფი უკვე წამოვიდა იმ დროისათვის და ვარ შეზრწუნებული, ლამაზი, შრომელი, ამაყი ხალხი დამხვდა მოწამლულ გარემოში. როგორი სუნია, იცით, კაზრეთში ერთხელ წავიდეს თქვენი გადამღები ჯგუფი, ძალიან ოპერატიულად მოძრაობდა, არ შეგეშლებათ ეგ და ჩაისუნთქოს იქ. ნიორის და გოგირდის სუნი ერთად წარმოგიდგენია? იმიტომ რომ ნაყოფია, რომელიც ეხლა უკვე გადაბარგდა ივანიშვილთან და რომელიც არის მართლა ნაყოფიერი თავისი ოჯახისთვის, მართლა მილიონერი და ქვეყნისთვის მძარცველი და გაჭარი, არ ყიდულობს გამწმენდ აპარატურას, რომელიც გაფილტრავს აი იმ საბადოში არსებულ მავნე ნივთიერებებს და იმ მდინარეს, რომელშიც ჩადის ეს მომწავლული ნივთიერებები და ხალხი გვეხოცება კაზრეთში. დღეში ორი ადამიანის დაკრძალვა ხალხო. და ვერ გავიგე, სად იყურებიან, ახლა ნაყოფიას უნდა გადაყვეს მთელი საქართველო და ავსტრალიელი ინვესტორებს კაცო. ჯერ ეგერთი ოქროს საბადო უნდა იყოს სახელმწიფო საკუთრება. იქ არანაირი საქმე არ აქვს ნაყოფიებს, იმებს, რა ქვია, და სხვა ინვესტორებს ისინი წავიდნენ და წამგებიანი დარგები აღორძინონ. იქ ამოდის მზა ოქრო, მზა სპილენძი, მზა ალუმინი, ამას სახელმწიფოს კარგად მიხედავს და სახელმწიფო უნდა იყოს პასუხისმგებელი სტრატეგიულ დარგებში. ბატონ შალო, თემას რო ძალიან არ გადაუხვდეთ, პრემიერზე ვსაუბრობთ. სიკვდილის ცოცხლის თემა, მე შეცრწუნებული დაბრუნდი, ახლა ნუ გამიგებ სხვანაირად მე თავის ტკივილი საერთოდ არ ვიცი. მაგრამ დღეს თავი ამტკიდა, როგორც კი კაზრეთში შევედი. როგორც კი გამოვიდეთ, იქიდან გაიარა თავის ტკივილი. მე ეს ხალხი უკვე მიჩოული ემოწამლო აი ეს როგორ ჩანს, რეაქცია აღარ აქვს, მაგრამ ორგანიზმში ხდება შეუქცევადი ცვლილებები ამ დროს და მიხედეთ, აი ამას მაინც მიხედოს ივანიშვილმა შეუკვეთოს იაპონიაში გამწმენდი აპარატურა და გაწმინონ ის მდინარე და ის ქანები, რომლებიც ახლა პრემიერზე ვსაუბრობთ, ისე პრემიერზე მინდა კითხოთ, თქვენ ახსენეთ შეხვედრა ექსპერტებთან. პრემიერს გულისხმობ, პრემიერის შეხვედრა ექსპერტებთან, ჟურნალისტებთან, ხელისუფლებას ადრეს უაკრიტიკებდნენ, რომ ნაკლები კომუნიკაცია ჰქონდა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან, მედიასთან, საზოგადოებასთან. თქვენი აზრით, არ ჯობს, რომ უფრო მეტი კომუნიკაცია ჰქონდეს? მე მგონი, რომ ეს არ არის კომუნიკაცია, ეს არის საქმის გარჩევა. ეს არის ზალადობა პოლიტოლოგებს და ჟურნალისტებზე. ეხლა რაც შემზე ჟურნალისტებს დაუწერიათ და გაულანძღივარ და დაუბრალებიათ თუ არ დაუბრალებიათ, ეხლა 60 წელიწადში მე რა დამეჭირა ქვები და ამაზე მედევნა, აქამდე ალბათ ჭუიდან გადავიდოდი. როგორ შეიძლება ჟურნალისტი იმ ჟურნალისტე რომ რაღაცას გიკბენს, გაგაკრიტიკებს, დაწერს, იმოქმედებს. ეხლა ეს გარკვეულწილად რის ბრალია, იცით, მე ადრეს თქვი წინაზე ინგასთან რომ გამოვედი, მაგას სულ აქებდნენ, ახან ფული ქონდა რომ ეს ფული გამოერთვათ, სულ აქებდნენ, რომ შენ ერთად ერთო ღმერთ კაცო, აბა შენ გადაარჩენ საქართველოს და ეხლა დადგა მწარდელობის წინაშე, როცა საქმე ვერ გააკეთა და დაპირებები არ შეასრულა, ჟურნალისტებმა დაუწყეს კრიტიკა. კრიტიკის მიღება უჭირს თქვენ. კრიტიკა არ შეუძლია მიიღოს. ეს კაცი არის უსაზღვროდ შეყვარებული საკუთარ თავზე. მიშაც ეგრე იყო, მაგრამ მიშა ერიდებოდა პრესას. ეს პირდაპირ ეძახის და საქმეს ურჩევს. ამ შემთხვევაში თქვენი და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების აზრი ერთმანეთს ემთხვევა. არა, შუაში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს აქვს. ისინი ამას ამბობენ, რასაც თქვენ. ყველა ამას სიტყვის, რო დაინახავს მის არასერიოზულ ქცევას ჟურნალისტებთან და პოლიტოლოგებთან, ვის მოეწონებას, მე მგონი, მის ოჯახს არ მოეწონებოდათ, მაგრამ აქ გარკვეულწილად ჟურნალისტების ბრალიც არის. გარკვეული ჟურნალისტები, რომლებიც გაიყიდენ ივანიშვილის ფულებს. ეხლა ტელეკომპანია კავკასია რო გაყიდულია ივანიშვილის ფულებს და თქვენ არ იცით ეგ ამბავი? რა გაძლევთ ამის თქმის საშუალებას? რა თქვი, რა მაძლევს ამის თქმის საშუალებას, არ გადამრიოთ. რაც ლაპარაკობთ. და შესაბამისად ის უკვე თხოვს პასუხს. ეს იყო. მე რო თქვენ ფული მოგეცით აი ეს სამი. ტელეკომპანია კავკასიასთან არ ქონია მას. რა თქვი არ ქონია, როგორ არ ქონია? როგორ არ ქონია? კეშადაც მიქონდა და რეკლამასაც ურიცხავდა ვითომ.
არა და ტელეკომპანია კავკასია ამუშავა ჩემს წინააღმდეგ 1 ოქტომბრამდე. ზუსტად ტელეკომპანია კავკასიაში შეაძლო ხალხს ჯანგირაშვილი ერთ-ერთი ის ნამუსგარეცხილი გამომძალველი შალვა რამიშვილი კიდევ. აი ეს ორი გებელსი ყავდა ბიძინა ივანიშვილს. შესაბამისად ამ ორმა გებელსმა მოიყვანა აი ეს მუთაკა ფულის თვითონ ისარგებლეს ხალხი დარჩა მოტყუებული. ეხლა ისე უუბნება მე რო თქვენ ფულს გაძლევდით ძმებო და დებო, ეხლა მემსახურეთ, ეხლა რატომ აკრიტიკებთ? რატო უკვირთ იმათ? არ უნდა დაუწვიო. როდესაც კავკასიაზე საუბრობთ, ხალბატონ ნინო ჯანგირაშვილი საკმაოდ კრიტიკული იყო, როდესაც ეკონომიკურ თემებზე საუბრობ. რატომ გამოყავით ის ამ შემთხვევაში? იმიტომ გამოვყავი, რომ ყველაზე აშკარად ეს ტელეკომპანია მიეყიდა ივანიშვილს თავიდან. და რამიშვილი, შალვა რამიშვილი. და არ შეიძლება ამის არ თქმა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ახლობლები იმ კავკასიაში, მე უნდა თქვა სიმართლე. ასე არ შეიძლება. ჟურნალისტიკა და თავისუფალი სიტყვა და სიმართლე და ობიექტურობა არის პირველი მონაპოვარი ადამიანის სულიერების საზოგადოებაში. ექსპერტებზეც ასე ვფიქრობთ, რომ რა თქმა უნდა, ექსპერტების მიყიდულები იყვნენ, აბა დიდ რამბებს უმღერდნენ და მე როცა უკვე მოაკლდათ ფულები დაუწყეს კრიტიკა. ვფიქრობ, რომ ჟურნალისტები გაცილებით კრიტიკულები და თამამები იყვნენ, ვიდრე ექსპერტები. იმიტომ რომ ჟურნალისტები ყველაფერი იყიდა, რა თქმა უნდა, და ამიტომ ისინი ხმამაღლა ლაპარაკობდნენ. მე ჟურნალისტი მაინც დამოუკიდებელი აზროვნებისაა და უფრო მიმწოლია და შემტევი და ეს პოლიტოლოგები, ნუ რა პოლიტოლოგები ჩვენ აკავს, ეგ არიან ყოფილი საბჭოთა კავშირის ისტორიის ლექტორები, რომლებიც ხთამსიღებდნენ სტუდენტებისგან, მე დარჩენ უსაქმო და დაირქოს პოლიტოლოგები. რის პოლიტოლოგია საყვარელიძე, რის პოლიტოლოგია ცისკარიშვილი, სამარცხვინო არ არის მაგათი აზროვნება, პირდაპირ ეთყობა ინტერვიუს რო აძლევენ, ვისგან აქვს ფული აღებული. ან ვისგან ელოდებიან. ეს არის სირცხვილი. ქვეყანაში ეს ბრალდებებია საკმაოდ სერიოზული პოლიტიკოსი არ გავს, ჟურნალისტი არ გავს. ის რა ქვია, სპეციალისტი არ გავს. ენერგეტიკის მინისტრად ფეხბურთელია დანიშნული. რა უბედურება ეს, რა უბედურება. თქვენ დაკვირვება ფულის აღებასთან დაკავშირებით თუ კონკრეტული ინფორმაცია გაქვთ? რა ინფორმაცია უნდა მქონდეს, არ ვიცნობ, ამათ ჯიშსა და ჯილაკს 20 წელია პოლიტიკაში ვარ, რაც ლაპარაკობთ. რა პოლიტიკაში ხარ დიდი ხანია და თქვენ ახლა აკრიტიკებთ როგორც ქართულ ოცნებას, ასევე ნაციონალური მოძრაობის მიმართ ძალიან კრიტიკული ხარ. მაინც თქვენთან ყველაზე ახლოს რომელი პოლიტიკური ძალაა საქართველოში? საქართველო. ჩემთან ყველაზე ახლოს პოლიტიკური ძალა საქართველო. ჩვენ ვართ ერთი პარტია, მას ქვია საქართველო, ჩვენი სამშობლო. ეს სახელწოდებები გვჭირდება, იმიტომ რომ ამ საქართველოს კარგად ვემსახუროთ. ვინც კარგად ვერ ემსახურება, ვინც ღალატობს, მე მას არ დავინდობ და არც ჩემ თავს არ დავინდობ თუ რაღაცა შემეშლება, მე გამოვალ და გეტყვით რომ აი ეს შემეშალა, იქაც ხო თქვი? რომ მოიყვანეთ თქვენი გადაცემაში. იგივე რომ მიუტანე იმ ჩოჩელს, ის გატყვევებული ცხარი ჯერ ეგეთი მე საერთოდ ქათმის დაკვირვასაც ვერ უყურებ და ცუდად ვიყავი მაგ პროცედურის დროს. სოფლიოს დავანახე, ეხლა ეს იყო 2006 წელი, 5 წელი. სოფლიოს დავანახე, რომ აი რა კაცი ჭამიები და კორუმპირებულები ყავს სააკაშვილის მთავრობაში. არ დადასტურდა 19 მილიონი მარტო ერთ ოპერაციას დაუჭერეს ახლა. ეხლა იმ დღეს სასწაულ ამბავს გეტყვით ექსკლუზივის სახით. ისმენთ. ესე იგი, წერილი გავაგზავნეთ მსხვილ ბიზნესმენებზე ყველაზე. და დაუწერეთ, რომ თქვენმა უპასუხისმგებლობა მიიყვანა საქართველოს აქამდე. რომ მაფინანსებდით მარტო მართლაც ძალებს და ოპოზიციას არ აძლიერებდით. თქვენ თვითონ შექმნით ეს ხაფანგი. ეხლა მაინც იხმარეთ ჭკუა და დაგვაფინანსეთ. კაპიკი არ გვაქვს ჩვენ. ცენტრალური ოფისი გარდა არც ერთი ოფისი არ გაგვაჩნია. ეხლა არ ვტირი, მაგრამ ფაქტია, არც რეკლამის ფული გვაქვს, არც ბილბორდის. დიდი მადლობა რომ თქვენ შემოგთავაზეთ ეხლა უფასო რეკლამა. არ დავივიწყებთ ამას არასოდეს. არა, რომ გქონდეს ეს ფული არ დავხარჯავდით ბილბორდებზე და აი ამ სისურველებზე მივცემდით გაჭირვებულებს. ნამდვილად რა. ეხლა ერთ წუთში ის რუსთაველს $5,000 მიუტანო, ან სხვა რომელიმე ტელევიზიას რეკლამის გამო. მირჩევნია ეს გაჭირვებულს მივცემ მე უბანში. შესაბამისად წერილები გავაგზავნეთ და ჩოშელთანაც გაუგზავნიათ მოკლედ ამ ზედაზეში ჩვენებს წერილი. დიახ. ვიღებთ მეორე დღეს წერილს რომ თუო თქვენო ბოდის მოიხდითო, ჩვენ რო გვაკრიტიკებდით ამაზეო დაგაფინანსებთო. ჩვენ მივწერეთ რომ მანამ არ აქტივდეს არაფერი, სანამ ჩვენ ბოდიში მოგიხდეთ იმაზე, რაც დააშავე და ვერანაირი ფული და ვერანაირი დაფინანსება ვერ აწოლის იმ სიმართლეს, რასაც ჩვენ ვამბობ და ვიტყვით კიდევ. და ვერანაირი ფული ვერ წამოგვაგებს ანკეს. წარმოგიდგენთ ნაგლობის დონე. ის ახსოვს ის ცხვრის მიტანა ასე თქვა. საკმაოდ დასამახსოვრებელი ფაქტია. ძაღლის დაკმენივით, მაგრამ ეს მისი ბრალია, ხო ჩვენ ბრალი არ არის. მთელი დუშეთი დაგვიტერორა, მაგრამ მთელი ცხედამთიანეთი დამიტერორა. ეს ჩემი საბაზისო ელექტორატია, ნათესავებია ბოლოს და ბოლოს ჩემი. ისე იყვნენ შეშინებულები ჩოჩელისგან და ნუ სააკაშვილისგან თავისთავად, რომ ჩემთან სახში აღარ მოდიოდნენ ბიძაშვილები ამის. ეხლა მაგას ვაპატიე მივოდეს მე ჩოჩელს.
ბატონშალო, კიდე ერთი რამე მინდა გკითხოთ აქ ჩანაწერშიც მოვისმინეთ თქვენ გადაცემა პრეს-პრესში როდესაც გკითხეთ თქვენ რას ნანობთ ყველაზე მეტად ახსენეთ ისიც რომ თქვენ შეგეძლოთ გამხდარიყავით მილიარდერი. ხო არ ნანობთ ამას რომ ეს შანსი ხელიდან გავუშვით? არა, არ ვნანობ, იმიტომ რომ მე მილიარდელი ვერასოდეს ვერ გავხდები, იმიტომ რომ ხარჯული რიმ წუთში გავცემდი და დახვარჯავდი და გამოვიყენებდი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის. ამიტომ მილიარდი არ დაგროვდება ასე. მილიარდს დააგროვებს ივანიშვილი, რომელიც იჯდა, ზვერავდა სიტუაციას და მტაცებლის ენერგიით დაიტაცებდა იქ ალუმინის იმას, იქ დოქტორ სტოლეტოვს, იქ რასკის კრედიტს, იქ საქმეების გარჩევაში მიიღებდა მონაწილეობას, იქ ძმები კანტროშველები მოგდებოდნენ გაურკვეველ ვითარებაში და მე მქონე ამას დარჩებოდა. იგივე მიშა სააკაშვილი რო შევარდა იმ პარლამენტის ხდომაზე და აუკან ავტომატები მიხვებოდნენ, იქ შეერღებული ჯგუფი შევიდა. ჩაიგდო ხელში ძალაუფლება, ჩაიგდო ხელში ქვეყანა, მილიონები არიან ეგენიც. ანუ მე ახლა ვერასოდეს მტაცებელი ვერ გავხდები და შესაბამისად თუ მტაცებელი არ გახდე, ვერნერი მილიარდს ვერ იშოვე. ეს არის სისულელი. ამიტომ მირჩევნია, ჩემი მილიარდი არის ის, რომ დავდივარ ჩემ ხალხთან და მაქვს უფლება თვალებში შევხედო. ამას ვერენერი მილიარდი ვერ შეეძრება, დამერწმუნდით. ის მილიარდი არის გულის ხერხის საშუალება. ბატონშალო, თქვენი პირველი გადაწყვეტილება რა იქნებოდა? რას გააკეთებდით? ხელისუფლებაში ჩემი პირველი გადაწყვეტილება იქნება მოსკოვში ვიზიტი, რუსეთის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა, დღის წესრიგით უვიზო რეჟიმი ორ ქვეყანას შორის. არანაირი საბაჟო და სავიზო ბარიერი. საქართველოს ოკუპაციას რაც შეეხება ეგ აი ამის შემდეგ დაიწყება უკვე საქართველოს ტერიტორიების დაბრუნებაზე ფიქრი და მუშაობა. რომ გავიხსენოთ მიხეილ სააკაშვილის პირველად რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა, რა მიიღო მანამ შედეგად? ან საქართველოს ნებისმიერ მთავრობა, რომელმაც სადა მსგავსი თბილი ურთიერთობების დამყარება. საქართველოს სხვა მთავრობები და იგივე სააკაშვილი ცოტა სხვანაირად იყვნენ გაშიფრული. ისინი აღქმული იყვნენ როგორც პროამერიკული ძალა. პროამერიკულ ძალებს რუსია არ ენდობა. საკმაოდ მჭიდრო კავშირი გაქვთ ამერიკას წეღან ამას საუბრობთ ბატონო. ამერიკელებმაც იციან რომ მე ვარ პროქართული. ეხლა რო იცოდნენ ამერიკელებმა რო დარწმუნებული იყვნენ მე პრორუსია. პროამერიკულობა ცუდია ბატონო შალო. არა, გეტყვით. პროქართულობაა კარგი და მე ამერიკელის გიჯდება და რუსიც. თუ რუსმა იცის რომ ხარ პროამერიკელი არ გიჯდება, თუ ამერიკელმა იცის რომ ხარ პრორუსი, ასე ვერ დაგელაპარაკებ. ეხლა ვაშინგტონში რო ფიქრობდნენ რომ მე პრორუსი ვარ. თქვენ ისედაც საქართველოს მოქალაქე ხართ ბატონო შალო, პროქართველი როგორ უნდა იყოს? პოლიტიკური ორიენტაცია უნდა იყოს ნაციონალური, ქართული. ის სააკაშვილის პარტიის. თქვენი აზრით ვინ იქნება საქართველოს მთავარი სტრატეგიული მოკავშირე ქვეყანა? საქართველოს და ნებისმიერ ქვეყანას არ შეიძლება ყავდეს მუდმივი მეგობრები და მუდმივი მტრები. მეგობრები და მტრები იცვლებიან პოლიტიკური სიტუაციის მიხედვით და საქართველოს ამ ეტაპზე ბატონ შალო. ამ ეტაპზე მე მიმაჩნია რომ სავსებით რეალურია რუსეთის და ამერიკის ენერგიის გამოყენება საქართველოს აღსადგენად. ჩვენ შეიძლება ეს ენერგია გამოიყენოთ იმისათვის რომ ისინი დაეტაკნენ ჩვენ ტერიტორიაზე ერთმანეთს და ჩვენ გავხდეთ მსხვერპლი კოზაკივით. ან შეიძლება ჩვენ ეს ენერგია გამოიყენოთ იმისათვის რომ მათ აქ თანამშრომლონ და ჩვენ გავხდეთ ამ თანამშრომლობისათვის სასარგებლო აუცილებელი ელემენტი. გერმანიის მაგალითი რომ ავიღოთ, დასავლეთ გერმანია დასავლეთთან მეგობრობდა, აღმოსავლეთ ნაწილი საბჭოთა კავშირთან რომელი უფრო განვითარდა? ისტორიულ მაგალითს რომ გადავხედოთ, ფაქტია ის რომელიც დასავლეთთან მეგობრობდა. მე ვერ გეტყვით რომ სოფლიო ისია ეხლა დაყოფილი და ამერიკა და რუსეთი ისე არიან სხვადასხვა პოლუზე როგორც ცივი ომის დროს და საკმაოდ დაპირისპირებულები არიან და ბოლო პერიოდშიც გამოჩნდა. ეს დაპირისპირება არის ბუნებრივი კონკურენცია, ასეთ კონკურენცია დედმამიშვილებს შორისაც კი არის. ხო, არა. ისლამური ასოციაცია ამერიკის შეერთებულ შტატებთან და რუსეთთან. ესენი არიან ერთი ცივილიზაცია, ეს არის ჩრდილოეთის ცივილიზაცია. ამათი ფულები ერთ ბანკებში ინახება. ამერიკის შეერთებული შტატების ბანკებში იცი რამდენი მილიარდი ინახება რუსი ოლიგარქების და რუსი მოქალაქეების? 500 მილიარდი დოლარია. ეგები იმიტომ ბატონ შალო რომ იქ უფრო უსაფრთხოდ არის. ერთი სისტემა, ერთი ცივილიზაცია, ქრისტიანული ცივილიზაცია, ჩრდილოეთის ცივილიზაცია, ერთი ღირებულებები აქვს, დამთავრდა ეს კაპიტალიზმი და კომუნიზმი. თქვენი აზრით რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ერთგვარია. ესეთი დაპირისპირებები ნავთობის მდიდარ ქვეყნებზე, სირია, ლიბია, იგივე აფრიკაში იწყება ათვისება რესურსების, სულ იქნება, ვის უფრო მეტი კონცესია დარჩება, მაგრამ ის რომ მათ შორის ომი დაიწყოს ან რაღაცა გაურკვევლობა წარმოიშვას, გამორიცხულია, იმიტომ რომ მათ აქვს საერთო საფრთხები. ეს არის ისლამური ექსტრემიზმი, ეს არის ყვითელი საფრთხე. რა გაგებით? მილიარდნახევრიანი ჩინეთი უკვე ამერიკას უსწრებს ეკონომიკური განვითარების ტემპებით. და რატოა ეს საფრთხე? საფრთხეა ამერიკის აბარა. როგორ გეკატრება თუ ეხლა ფინანსურად წალეკა ჩინეთმა ამერიკამ, მე დემოგრაფიულადაც წალეკავს. ამიტომ ეს საფრთხეებია. შესაბამისად, ჩრდილოეთის ცივილიზაცია ერთ პოზიციაზე, ამიტომ შემთხვევით კი არ წარმოიშვა კონცეფცია, ჯერ იყო შარლ დე გოლის კონცეფცია. ევროპა თქვათ ლა-მანშიდან ურალამდე, ხო? ურალამდე. ეხლა შეიცვალა ეს კონცეფცია. ევროპა ვლადივოსტოკიდან ვანკუვერამდე. ანუ მთელი ჩრდილოეთის ცივილიზაცია უკვე
ერთ ფრონტზე, ერთ კაი გაგებით ფრონტზე დგება. ბატონ შალვა, ამიტომ შესაძლებელია ჩვენ ამ თანამშრომლობის პროცესში ჩავერთო და მივიღოთ დივიდენდი და მოგება, ან შესაძლებელია ჩვენ გავხდეთ განხეთქილების ვაშლი ორ დიდ სახელმწიფოს შორის და მივიღოთ ტანკები გორთან და ცხინვალთან. და თუ შვილები ვით არიან ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი, რატო აღიზიანებს რუსეთს ჩვენი მისწრაფება ნატოსკენ და რატო ვართ განხეთქილების ვაშლი? რუსეთს თვითონ უნდა ნატოში გაწევრიანება. თვითონ სულ და უცნაურ განცხადებას ერთჩვენერ მაგათ აქვთ რუსეთი ნატო საბჭო ერთობლივი საბჭო ერთცინის დროს იყო საუბარი იმაზე რუსეთს უნდა ეთხოვა ნატოში მიღება მგონი უარიც უთხრეს ერთჩვენერ დღეს ჩვენ გავიღვიძებთ პოლიტიკაში უცბად ხდება კვანძის გახსნა ჯერ გროვდება მოვლენები ეხლა ვინმე წარმოიდგინდა პრემიერ ივანიშვილმაც გააკეთა ეგ პროგნოზი რომ შეიძლება რუსეთი ნატოში გაწევრიანება ეს კონსულტაციები სულ აქვთ მაგათ ეხლა ევროპა უხსნის კაც უვიზო რეჟიმი იქნება რუსეთს ეს უკვე ნატოში შესulis ნახევარი ნაბიჯია. დერჩვენილ დღეს გავიღვიძებთ ევროპის სავიზო რეჟიმი რა შუაშია ბატონ შალვა ნატოში შესვლასთან. ევროკავშირია ნატოს საგდენი. 26 სახელმწიფოდან 25 ევროპაშია. შუაშკარა თავშია. გავიღვიძებთ ერთ დღეს და რუსეთი აღმოჩნდება ჩვენზე ადრე ნატოში და ავტომატურად წყდება მე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ცხინვალის რეგიონის საკითხი. რატომ იცით? რუსეთს არ მიიღებენ ნატოში თუ არ აღიარა ეს ტერიტორიები როგორც ჩვენი კუთვნილება. ეს არის უდავო. ამდენად ჩვენ აი ამ პროცესებში უნდა ძალიან სასარგებლო ნაღები წამოვიღოთ ჩვენსკენ. ამის საშუალება არის, მაგრამ ეხლა თუ გამოვალთ და დავიწყებთ პუტინის ლანძღვას, ან ობამას ლანძღვას, ან ევროკავშირის ლანძღვაგინებას, რაც საკეთებდნენ ჩვენი ხელისუფალნი წლების განმავლობაში, მივიღებთ კარგ პანჩურს. ბატონ შალვა, ძალიან ცოტა დრო გრჩება და თქვენ თუ გინდათ შეგიძლიათ მიმართოთ თქვენ სამომრჩეველსაც შეგიძლიათ მიმართოთ. ჩემო ძვირფასებო, მე გავიმეორებ იმას, რაც დღეს უთხარი მარნეულში ხიხანის მოსახლეობას, ეს არის აჭარიდან ჩამოსახლებული ჩვენი ძალიან ლამაზი ჯიშიანი ქართველები და იგივე აზერბაიჯანელებს და სომხებს ჩაუმიანში. ესე იგი, არასოდეს არ მივიყვან საქმეს იქამდე, რომ თქვენს თქვათ, ესაც ისეთივე ყოფილა, როგორც წინა ხელისუფალი. თუ ამირჩევთ. იქამდე არ მაცოცხლოს ღმერთმა. არ მივიყვან საქმეს იქამდე. სხვა ეხლა მეტი უკეთეს რა შემიძლია. ბატონ შალვა, თითქმის გამომრჩა ეს შეკითხვა ხა თქვენ შემახსენეთ მინარეთის ამბავთან დაკავშირებითაც თქვენ საკმაოდ წავე შეფასება ხო არა, ესეთი რაღაც ესეთი ცელხობები არ შეიძლება მინარეთი ისეთივე აუცილებელი ატრიბუტი მეჩეთის, როგორც თქვათ ჯვარი ეკლესიაზე. ამიტომ ასეთი უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჯერ ეგერთი ისლამი ჩვენი მეზობელი რელიგია, უზარმაზარი ცივილიზაცია. წინა აქვს მას თავისი განვითარების და არა მარტო ჩვენი მოქალაქეები არიან, მილიონობით ქართველის რელიგია. მთელი თურქეთში მაცხოვრებელი ქართველები, ფერეიდანის ქართველები, ირანში ცხოვრობს კიდე უამრავი ქართველი, ფერეიდანელები კი არა, უშუალოდ აი თეირანში და ისპაჰანში, აი საუკეთესო დროს და უფრო ადრე ჩასახლებულები. ეს ისლამი მაგათი რელიგია და თუ გვინდა რომ ისინი შემოვიმტკიცო და აუცილებლად გვინდა ერთიანი ქართული სივრცე შევქმნათ, ისინი მოვადო მიიღებენ ქრისტიანობას, აუცილებლად არ უნდა დავაფრთხოთ. აი ესეთი რაღაცა ნგრევით მინარეთების და ეგეთ სისულელებით, როგორ შეიძლება ამის გაკეთება? ესაა ჩვენი პოზიცია. მადლობს ბატონ შალვა, ძალიან დიდი მადლობა. მე გისურვებთ წარმატებებს თქვენ კამპანიაში. დღეისთვის ფოკუსი დასრულებულია. ჩვენი სტუმარი იყო პრეზიდენტობის კანდიდატი ბატონი შალვა ნათელაშვილი. გადაცემა ხვალ დაბრუნდება ეთერში. ორ შაბათს მკაცრავად, ორ შაბათს დაბრუნდება ეთერში. დაგველოდეთ.